18 მაისს ხობის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ინიციატივითა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობით ხობში აღინიშნება ეროვნული სამოსის დღე. მინდა მადლობა გადავუხადო ხობის სასკოლო საზოგადოებას აქტიური ჩართულობისთვის. გულოცავ ხობს და სრულიად საქართველოს ამ მნიშვნელოვან დღეს. ჩვენი გერბი შესრულებულია თბილ ფერებში, რომელიც მარტივად ამყარებს კავშირს. დღეს ქალაქ ხობში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ხობის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ინიციატივით პირველად იმართება ეროვნული სამოსის დღე, სადაც 26-ვე სკოლა ძალიან აქტიურად მონაწილეობს. წარმოვადგინეთ ქართული ცეკვები, ასევე მოეწყო საგამოფენო სივრცე და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, წარმოვადგინეთ ჩვენი სოფლის გერბი. მინდა მადლობა გადავუხადო ხობის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრს და მის ხელმძღვანელ ანა არაბულს, ვინაიდან დღეს ჩვენთვის მოეწყო სპეციალურად ღონისძიება, სადაც მოსწავლეებს შეგვახსენეს, რომ 18 მაისი არის ჩვენი ეროვნული სამოსის დღესასწაული, სადაც ჩვენ მივიღეთ სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა, რომელიც გამოიხატებოდა სკოლის გერბების წარმოდგენა, რომელიც მოგვითხრობდა სკოლისვე ისტორიას და ასევე სხვადასხვა სოფლის თუ რაიონის წარმომავლობას. მომავლისთვის უფრო სტიმული მოგვცა ახალგაზრდობას, რომ უფრო და უფრო შევახსენოთ მომავალ თაობას ის, რომ ჩვენს ეროვნულ სამოს და ასევე ეროვნულ ტრადიციებს არ უნდა მიეცეს დავიწყება.